დღეს ჩვენ ვიყავით ბათუმში და მინდა გაჩვენოთ, რას ვაკეთებდით, მოგიყვეთ ფასებზე და ასე შემდეგ. ესეც ორბის აპარტამენტები, სადაც ჩვენ ვიქირავეთ აი ეს ოთახი. გაჩვენებთ ახლა როგორი ოთახია, ერთოთახიანი სტუდიაა ასეთი, სადაც არის პატარა მინი სამზარეულოც, სპალნა, ანუ ორსაწოლიანია ეს საწოლი. და კრესლო, რომელიც იშლება და შეგიძლიათ ერთი ადამიანი იქ მოათავსოთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ. უყურეთ, აი ესეთი პატარა საყვარელი კუხნაც არის სამზარეულო. მერე აქ არის ძალიან სუფთა წკრიალა, კათკათა თანამედროვე რემონტით გაკეთებული აბაზანა. აი ასეთი სუპერ-პუპერი, საკმარისია მგონი. გავდივართ აივანზე და აქ არის ზღვის ხედი, ძალიან მაგარი. აი ესეთი ხედი აქვს, როგორ მე-18 სართულია, ვიტყვი. ხო, ეს ოთახი ვიქირავეთ 120 ლარი ღირს ღამე, კონტაქტს დავტოვებ მფლობელის და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, როგორც მითხრა, აგვისტოში იქნება 150 ლარიო. ხო, ნომერის შევამოწმეთ, დაუბარგდით, მივყარ-მოვყარეთ ყველაფერი და წავედით მერე სასეირნოდ, წავედით, აქ ნიკოლოს ხილი მოეწონა, უბრალოდ სამივეს მოეწონათ და ვიყიდეთ ეს ხილი. სხვათა შორის აი ამ ერთ ჭიქა ხილში გადავიხადე 7 ლარი. ხო, 7 ლარი ღირდა ეს ერთი ჭიქა და პლიაჟზე მერე ესეთივე ჭიქა ღირდა 20 ლარი. გაითვალისწინეთ. მერე ეს მაიმუნი შეხვდა გზაში და მოუნდა ნიკოლოს სურათების გადაღება, თან ეშინოდა, მაგრამ მაინც მივიდა. მივიდა, ცდილობდა რომ დაჯდეს, გადაიღოს სურათი, მაგრამ წაიქცა. ავიდა, ვითომ დაჯდა, მერე ჩამოვარდა. მერე ისევ ავიდა, მერე ცოტა იტირა, მერე მეუთხარი რომ გიღებ, მეთქი კაცი ხარ და გაიცინა, ოცებ ამას უყურეთ პატარა ფერისტი. ამ მაიმუნთან სხვათა შორის მაგარი სურათები გადავიღეთ. მერე წავედით პლიაჟზე. იქ რა თქმა უნდა ნიკოლოზი მხოლოდ ჭამდა. ზღვა დიდად არ უყვარს, შედის მხოლოდ ჩემთან ერთად. არავითარ შემთხვევაში მარტო არ შევა წყალში, ძალიან ფრთხილი ბავშვია. გოგოები ამ დროს მაგრად ერთობიან ხოლმე და არც ერთ ბანანს არ მაზავენ, ამას გეტყვით რომ ბანანზე გასეირნება ერთი ადამიანი ღირს 30 ლარი ბათუმში და გაითვალისწინეთ. ხო, ქობულეთში 20 ლარი ღირს. ფასებს გიყვებით, ვიცაპირებთ წამოსვლას, რომ იცოდეთ აქ რა ხდება. სიმინდი ბათუმში ღირს 7 ლარი, ქობულეთში 5 ლარი. ხო, როგორ გაგიმართლებთ რა გააჩნია. მერე, რა თქმა უნდა, შევედით ზღვის მერე, რომ გვევახშმა, უკვე 7 საათი იყო. აქ შევუკვეთეთ აჭარული ხაჭაპური, ძალიან გემრიელი. აჭარული ხაჭაპური ამ რესტორანში ღირდა 25 ლარი, მაგრამ იყო ძალიან გემრიელი მართლა, ანუ ღირს. ძალიან გემრიელი იყო. ბათუმში 25 ლარი ღირს რესტორანში აჭარული ხაჭაპური და 4 კაცზე მოუწია, ნუ სადღაც 100 ლარი, ხომ? 100 ლარი ხაჭაპურში გადავიხადეთ, რაღაც წვენები შევუკვეთეთ, ასევე შევუკვეთეთ დესერტები 4-ვე და აქ გადავიხადეთ ჩვენ 378 ლარი ხაჭაპურში და დესერტში. დიახ, ერთი პიცა წავიღეთ კიდე ნომერში დამავიწყდა პიცა პეპერონით 40 ლარი ღირდა 39, უფრო სწორედ. ასეთი ფასები არის გოგოებო ბათუმში, ეს მოვედით უკვე ნომერში, ბედნიერები. ეხლა უნდა ვიჭკუმპალავოთ და დავუწვეთ, არსად არ გავალთ ღამე მეშინია ბავშვებთან ერთად მოძრაობა.